მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან, ეს კი TL Time-ია. ვიმყოფებით ისევ და ისევ დრანგტედიში, მადლობა მინდა გადაუხადოთ ედის ამ სივრცის დათმობისთვის, თქვენ კი ვისაც გემრიელი საჭმელი და გემრიელი ლუდის ალევა გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ მირიან მეფის 99 ნომერში. შეგახსენებთ, რომ პირველი რუბრიკა გვაქვს ახალი ავტომობილები, განვიხილავთ რომელმა ავტომწარმოებელმა გამოუშვა ახალი მოდელი და ვინ არის მისი კონკურენტი. ბიჭებო, დღეს მინდა გავიხილოთ Mercedes-ის ახალი ელექტრომობილი, რომელსაც აქვს რეტრო დიზაინი და ფარებში Mercedes-ის ლოგო. საინტერესო გადაწყვეტილება. ბოლოს წლებში ყველა მაგას აკეთებს Mercedes-ში. მას აქვს 94 კილოვატიანი ელემენტი. წარმოებელი იუწყება, რომ გაივლის 605 კილომეტრს. თუ გაიარა. ვიცი, მისი წინამორბედი მოდელები მის ნახევარსაც ვერ გადიოდნენ, რასაც იუწყებოდა მწარმოებელი. ყველაზე დაბალი კომპლექტაციის ფასი იწყება $60,000-დან და უმაღლესი არის $72,000. დავიწყოთ ვიზუალით. მე ეს ავტომობილი ძალიან მომეწონა. მე ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი არის. საინტერესო გადაწყვეტილება არის, ეს წინა გრილი, თუ ამას გრილი ქვია კიდე, ანუ ცხვირი ესე ვთქვა. გრილის იმიტაცია. არა ელექტრომანქანის წინა ვიზუალი. ძალიან მემხრობი ამ გადაწყვეტილებას. ის ფარებიც ძალიან ორიგინალურად გამოიყურება. Mercedes-ის ლოგოთი. Mercedes-ის ლოგოთი. წინა მოდელებთან შედარებით ბევრად დახვეწა. წინა მოდელებს რაღაც პრობლემები ჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. და აი ამ მოდელში უკვე ბევრად დახვეწეს ეგ სისტემა. ნუ აღინიშნოს ეგეც. ვიზუალით მართლა ახალი სიტყვა, რაღაც ახალი დიზაინია, პლუს ეს LED ფარები, ჩაშენებული Mercedes-ის ლოგოს მსგავსი და განსაკუთრებით წინა რადიატორის ცხაურა რაღაცა ბენზინის მანქანას არის მიმსგავსებული, არა ელექტრომანქანა. როგორც სხვა ელექტრომანქანებს აქვს, ესე რაღაც ესე ამბოქოლილი რო აქვს თითქოს წინამხარია. არაფრის თქმელი წინამხარი აქვს ძირითადად. აი ძალიან ლამაზი გამოვიდა. AQ სერია რაც იყო, რაც არ მომწონდა, ეგ არის გამოს AQ სერიას აქვს ყველა ცხვირი, ნებისმიერი AQ მოდელი რაც ახრილი. აი ესე არის მრგვალი, ან მომრგვალებული და ძალიან მახინჯი იყო და აქ უკვე ოთხკუთხედი ჩამოჭრილი, უბრალოდ აი რა ძალიან მოუხდა. ეს Mercedes-ის ლოგო, აი ზედმეტია Mercedes-ის ლოგო გრილზე, ფარებში, წინა ფარებში, უკანა ფარებში, ყველგან Mercedes-ის ლოგო, ანუ მე არ მელამაზებ, ანუ მანქანა მომწონს, ლამაზია, მაგრამ ეს Mercedes-ის ლოგო ფარებში, ნუ არა მარტო წინა გეთქვი, ხედავთ უკანაც კი Mercedes-ის ლოგოები აქვს სტოპებში ჩაშენებული რა. კი, მაგრამ ნახოთ ვიზუალურად რეალობაში როგორი იქნება, მობეზრდება თუ არა ადამიანის თვალს ეს. ნუ ეხლა ჩემი გემოვნებით უკანა ფარებში ცოტა კორექტირება შევიტანე, თუმცა მაინც ლამაზია. ლამაზია. რაღაცა მომენტში ID4-ს გავს. მთლიანობაში გამოვიდა საკმაოდ დახვეწილი. ეხლა ნახეთ ეხლა შეგინი შევიხედოთ. ინტერიერსაც შეეხება მთელი ეს დაფა არის მონიტორი მთლიანი, კი. კი და რამდენად არის ხა ჩემს მაგალითად მიუღებელი ესეთი გადაწყვეტილება, რადგან მიყვარს ფიზიკური ღილაკები. ჩემთვისაც ზედმეტია, თუმცა ელექტრომანქანებს რაღაცატომ ღილაკებს აღარ უკეთებენ. არა უკვე რაღაცა აქვს, მაგრამ ძირითადი არის ეს სენსორი და თანამედროვე მანქანები ესეთი არის უკვე, რომ ფაქტიურად უკვე ღილაკები ნელა-ნელა უკვე ხო, ალბათ რომ ხმაზე იქნება თუნდაც დაქოქვა და ასეთი ნიუანსები უკვე დაიხვეწება. ვისაუბროთ, ჩემი კარებისას ძალიან გადაიტან ყურადღებას ამ მონიტორზე და გაგიჭირდება, ანუ ხელით უცებ რაღაცას დაჭერა. ხო, მაგრამ სამაგერად ლამაზია და ლამაზი არის, უდაოდ ლამაზია. PlayStation-ი ერთდება, საერთოდ მაგარია ამ ხელო მონიტორზე. ეკრანის გარდა მიშა რაღაცა დანარჩენი Mercedes-ურად არის არაფერი ისეთი. პირველი თვალში მოგხვდა ის იყო და მაგით ვაუბრობ. ეგ არის განსხვავებული. კაი, ანუ სინქრონია რა. სიმპათიური. მე მომწონს, მე მიყვარს მონიტორები მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მონიტორი ნამდვილად არ არის, მაგრამ რა მე მომწონს. ცოტა iPad-ურად ჩინური მანქანები წამოვიდა რაღაც ამ ბოლოს შემოვიდა და თუმცა სერიოზული კონკურენცია გაუწია უკვე ამ მანქანამ. კონკურენციაზე გამახსენდა მიშა. მოგვიყევი კონკურენტების შესახებ. რაც შეეხება კონკურენტებს. მისი ერთ-ერთი კონკურენტი არის Audi Q6. თითქმის იგივე მოცულობის ელემენტი აქვს 95 კილოვატი. ნუ წარმოებელი აქ უფრო რეალურ რიცხვებს იუწყება გამავლობაზე 516 კილომეტრს წერენ. ამ ხელა სხვაობაა? სხვაობა, ნუ ეს ჩემთვის უფრო რეალურია ხა რა. ანუ Audi არ გვატყუებს. ეგრე გამოდის. ნუ ცდილობს მაინც. 605 Mercedes-ის შემთხვევაში
არარეალურად ჟღერს, იმიტომ რომ წინა მოდელებშიც მსგავს რიცხვებს წერდნენ და რეალურად ნახე. და მაშინაც პრობლემები ჰქონდა, კი. EQ სერია მახსოვს 450 კილომეტრი ეწერა ქარხნულად, ჩამოვიყვანეთ სხვათა შორის მოხმარებლისთვის სრულიად ახალი, ანუ არც მეორადი არაფერი, სრულიად ახალი და ავტომობილს, რომელსაც 450 კილომეტრი ეწერა, გაიარა 250. ისიც 250-ით ძლივს მივიდა ამიტომაც არა გაყიდვები საერთოდ არ გაამართლა და ეხლა ცდილობს Mercedes-ი ამოქაჩოს ის დანაკარგები. გამოდის კიდეც. ხო, ამიტომ ნახოთ, იგივე ტევადობის ელემენტები აქვს, უბრალოდ Mercedes-ი თუ აცხადებს 65 კილომეტრს, Audi უფრო რეალურ ციფრებს გვეუბნება, ნუ რეალურთან მიახლოებულს, თორე ესეც ვერ გაივლის ალბათ 500. ნუ ესე შეგვაჩვიეს წარმოებლები. ყოველ შემთხვევაში 100 კილომეტრი -100-ით უნდა იანგარიშო ყოველთვის. ნუ პრაქტიკულად Tesla-ბიდან გამომდინარე, Tesla-ს. მით უმეტეს თუ ცივ ქვეყნებში წავა ეს მანქანები. უფრო ელემენტის გამო. აგაიტა ეს ფასები? აბა გითხარი. ყველაზე დაბალი კომპლექტაცია იწყება 66000-დან. ყველაზე მაღალი 77. ანუ Mercedes-ზე უფრო ძვირი. აბა სამაგოდ არ გვატყუებენ კილომეტრები. Range-ებში, კი. აბა გვანახე, აი რა აქვს Mercedes-ზე უკეთესი, გინდა ვიზუალურად, გინდა სალონში, რომ Mercedes-ზე ძვირი ღირს. ვიზუალსაც შეეხება. ჯერ გარე ვიზუალი ტიპური Audi-ა, ანუ Audi-s ჩარჩოებიდან არ გასულა ეს მანქანა. მაგრამ უფრო ელექტრომობილს უფრო დაემსგავს, ანუ სტანდარტულ აუც არ გავს, წინალ გრილის. რაღაც აი ძალიან დიზაინში ცოტა მოიკოჭლებს, თუმცა Audi-s ეს არ ეკადრება. რაღაც წინა მხარე თითქოს თავაზობდა რაღაცა სიახლეებს. Hyundai Kona-ს გავს თითქოს წინა მხარე და უკან რაღაც ახალ Hyundai Tucson-ს. მეცავი რას მაგონებს მეთქი, საღო. მართლა ეგრეა. აბა შიდა ინტერიერი ნახოთ. საყვარელ აუც რო კითხო. აი მე პირადად Audi-s მოყვარული ვარ და მაგითო გეკითხები შეიძლება. შიდა სივრცე გვაჩვენებს. უფრო მეტი შეიძლება გაიკეთებინათ, იმიტომ რომ Audi არის. ხო, ეს ნუ ზედაპირულად უცებ. ეხლა ძალიან ნუ გავაკრიტიკებთ, ხალხო, ლამაზია, კი. თანამედროვეა, ხო, მაგრამ ჩვენ ხო შედარებას ვაკეთებთ. Mercedes რო შევადაროთ, სადღაც ერთი მინიმუმ 5-8 წლით უკან არის ეს დიზაინი ეხლა, რასაც უყურებ. აი, სალონი შევედით ინტერიერზე. გადავედით. ხოთაბა. აქაც მონიტორების სიუხვე გვხვდება. მოდ სხვადასხვა ხო, ზომის. სხვადასხვა ზომის და რაც, რავი, დაყოფილი. ძალიან ცუდად გამოიყურება რა. სინქრონი საერთოდ არ არის, რაღაც საშუალო გადასვლა უნდა იყოს ჩემი აზრით, მაგრამ უცებ დიდი და უცებ ჩამოდის. ნუ პრინციპში მეორე მხრივ რო ვთქვათ, ეს მთლიანი დიდი მონიტორი მძღოლისთვის არის და პატარა უკვე მგზავრისთვის. ესე გამოვიდა. ეს პატარა მონიტორი. აი ეს ადგილი უკვე მარტო მგზავრისთვის, ხო? ძალიან პატარა არის, ანუ რაში უნდა ძალიან პატარა მონიტორი. ანუ საერთოდ რაც უნდოდა. ხო, ვაფშე. მაგის გარეშე მე მგონი უკეთესი იქნება. მოძველებულია, ესე ვიტყვი, ეს ინტერიერი და Audi-s ალბათ ყველას გახსენდება, თქვა, მოდი ავიღოთ Audi A6, Audi A8. ყოველთვის მაგარი სალონი 2016 წელს როცა რესტაილინგი გააკეთეს Audi A6-მა და Audi A8-მ, ხო? არაფერი არ შეუცვლიათ სალონში, ან დარჩა ის 2011-12 წლებში, რაც ჰქონდათ სალონი. იგივე სალონით მოვიდნენ 2019 წლამდე. მაშინ როცა BMW, Mercedes-ი ახალ კოსმოსებს გვთავაზობდნენ და ბევრად უკეთესი სალონი ჰქონდა თანამედროვე. სხვათა შორის მაგას სხვადასხვა ქვეყნის კომენტარებს ვკითხულობდი და ხშირად აღნიშნავდნენ, რომ რაღაც მულტიმედია მოძველებულია და რაღაცა ნიუანსებს, მაგრამ რაც არ უნდა დაუკარდოთ, Audi-s აი ეს არის კვადრო სისტემა, საუკეთესო კვადრო სისტემა. ამ ელექტროს არ ამგონი. მთიან ზონებში და ცოტა ესეთ პირობებში ცივ ქვეყნებში. თოვლიან ქვეყნებში ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ეფექტური არის. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ინტერიერზე ვსაუბრობ და პირადად აი მაგიტომ არის რა. შემიყვარდა, ნუ არა მარტო მაგიტომ, ვიზუალის გამო. ეცადე გაეთანამედროვებინათ, მაგრამ რაღაცა რაღაცა გადაამლაშეს, იმიტომ რომ აი ჯობდა მე მგონი ის პატარა მონიტორი არც ჩაედგათ კი, რა. ეს რაღაცა ისე გამოიყურა. ანუ კაი მანქანაა, მაგრამ Mercedes-ზე ძვირი არ უნდა ხარ. ანუ კონკურენტებთან შედარებით უკვე იჩაგრება, ესე რომ ვთქვათ, რომ მთლიანობაში ცუდი მანქანა არის. საინტერესო იქნება ეს არის ფურცელზე მონაცემები, კი, საინტერესო იქნება range-ის შემთხვევაში რეალობაში როგორ დაჯდებიან ერთმანეთთან. კი, აი რეალურად აი ეგ არის. და ეგ უკვე ძალიან დიდ როლს ითამაშებს გაყიდვებში. მაინტერესებს როგორ მუშაობს აი ამათი კვადრო სისტემები უკვე, აი ელექტრო სისტემაშიც, ხო,
თუ ის არის გადმოტანილი, რაც ანუ აუდის ცნობილი კვადროსის არ გაუჭირდება იმ ძველ აუდს ბენზინს ჰქონდა ხიდი ჩვეულებრივად რაც იმას. სხვა სისტემაა ის. ამას აქვთ თითო ცალ-ცალკე მოტორები აქვს. მაგრამ სინქრონში მუშაობს 4-ი. ხო, მაგრამ ელექტროძრავი მაინც. შემდეგი კონკურენტი მიმყავს. მესამე და ჩემი ფავორიტი იმ Mercedes-ის კონკურენტი არის BMW iX3. ეს სიახლეა. უძველი სიახლე. თუ და რეტრო სიახლე. როგორც Mercedes-მა დააბრუნა რეტრო დიზაინი, ანუ ამასაც ვილვის მიბაძა 80-იანი წლების ეს განსაკუთრებით ამის ემბლემა მიმსგავსებულია ერთ-ერთში. აი ეგრეთ წოდებული აკულას რო ეძახდნენ. წყალებში აკულა. ვიზუალი დააბრუნოს ზუსტად. რატოა ჩემი ფავორიტი, ალბათ დაინტერესდებოდით. კი, დიდად ვერ გადავირიე დიზაინზე. ხო, დიდად ვიზუალით ვერ მოვიხიბლე ვერც მე, მაგრამ მონაცემები ასეც ქვია. მაგის. 108 კილოვატიანი. ელემენტი. ესე იგი ტესლას გაუტოლდნენ. კი ბატონო, 8 კილოვატი. კი. წარმოებელი უწყება რომ გაივლის 653 კილომეტრს. ნუ რამდენად რეალურია ეს რიცხვები, მაგას პრაქტიკა გვანახებს. თავარი ამანქანის რაც არის ფასი. რა არის თქვენი აზრით ყველაზე დაბალი კომპლექტაცია? ალბათ რაც Mercedes-ი, იმიტომ რომ კონკურენტები არიან, ან თუ მივყვები თქვათ იმანაც რეტრო სტილი აიღო, ამანაც რეტრო სტილი აიღო, ერთმანეთს უყურებენ ფაქტია. სავარაუდოდ ესეც $60,000-დან დაიწყება ფასი. 5,000 ნაკლები. 55,000-დან იწყება. ეგ დაბალი ყველაზე დაბალი კომპლექტაცია და სულ რაღაც 5,000 ძვირია უმაღლესი კომპლექტაცია. ამ ფასში მოგდის Mercedes-ის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია და ესე იგი მან BMW ძალიან დიდი უფრო მეტ კილოვატის BMW ნუ ვიზუალი გემონების ამბავია, იქ BMW-ს ფანი ესე თქვა BMW-ს იყიდის და უფრო მეტ გაივლის, უფრო ნაკლებ ფასად, უფრო მეტ კომფორტში. სხვათა შორის არ არის მახინჯი მანქანა, ეს რეტრო სტილი და ეს თანამედროვე სტილი შეცვლილი არის და საკმაოდ ლამაზია. უბრალოდ შედარებას ვაკეთებთ მის კონკურენტებთან. აუ, რა მაინტერესებს ბიჭებო? ეს ორი ხაზი ფარზე. ნუ რადიატორის ის ჰაერის შესასვლელი გასაგებია BMW-სია, ვერ მოპარავთ. ეს ორი ხაზი ფარზე რამეს არ გაგონებთ? აბა, Renault software-ები ახალ Peugeot-ს. Peugeot-ს. რაც შეეხება ინტერიერს, გამოიყურება ასე უცნაურად. მე თავიდან მეგონა საჭე იყო აღებული რომელიღაც მხარეს. შეეშალათ, ხო? ესეა, ესეთი საჭია. აი რატო, უბრალოდ აი რომელ მხარესაც დაატრიალო ერთ-ერთი ემის საჭის გამკეთებელმა აი ეს რაღაცო გააკეთა. ცი თავში არ ვიცი რა. მაგრამ ანუ დაპარკინგების დროს ხონდა გავიგოთ სწორად დგას. ნუ სავარაუდოდ ბორბლები არ დგას სწორად. რა მარკას აფარჩაკებენ ესენი? აი რა მარკას აფარჩაკებენ? რაღაცა გადაამლაშეს. შევადარებ Peugeot-ს, თუ ხართ დაკურებული, ანუ Peugeot-ს საჭის ზედა მხარე, რო გეფარება სპიდომეტრზე. ანუ აქ არის უბრალოდ ორივე მხარეს სტოიკა არის და ვერ ხვდები რული. ნუ მონიტორი შუაშია და მაგ მხრივ კარგია რა, არ მოგეფარება. დაფას არ გიმალავს. ალბათ მაგიტო დაამატეს ეს ჯვარედინად, რადგან მონიტორი გვერდზია, მაგრამ მაინც რა ფუნქცია აქვს ვერ ხვდები რა. არ მგონია ეს ერთი შეხედვით ვინმეს მოეწონოს რა. სავარაუდოდ გამოჩნდებიან ისეთები, რომ თვითონ მოაჭრიან ზედა მხარეს. საინტერესო გადაწყვეტილება ანუ შუაში გაქვს სტანდარტული მონიტორიც ყველა მანქანას აქვს და ის რაღაცა თუ დამატებითი გინდა შორს აქვს, ანუ საქარემინასთან ეს პრიუსივით შორს აქვს. პრიუსივით კი ბატონო. არა, ცუდი. პრიუს მიბაძებს. მაგრამ ძალიან სიმპათიურია მაინც რა ყველა ვარიანტი. განსხვავებული. არ არის გადატვირთული და გემოვნებით გაკეთებულია. მე მომწონს. მე საჭეს შევცვლით. საჭეს უბრალოდ აი ამ ორ ჭხირს ამოვაგდებდი და მორჩა. და მოხსნა და ესე ჩაატა. Tesla-ს რო აქვს მოვაჭრათ ეს. ხო, ბოლო და ესე დავიქნა. მაინც BMW-ია, ასე რომ ვთქვა. არა, კარგია. კარგია ხო, ამ ფასად რო კონკურენტი გთავაზობს რომ უფრო მეტი რეინჯი კონდეს. კი ბატონო, რატომაც დათმობს და უფრო მინიმალურ ფასად. ჩვენი მაყურებელი უფრო მარტივად რომ მიხვდეს საუბარი, მოვიყვანოთ მაგალითად Tesla. Tesla თქვენთვის ალბათ ცნობილია რომ
100 კილოვატიანი ელემენტით არის რომელ ტესლაზე ვსაუბრობთ? Tesla Model X. მათი კონკურენტი. მათი კონკურენტი რომელიც პირდაპირ რა თქმა უნდა, ნუ კუზაოდან გამომდინარე, მისი ფასი, საწყის ფასი არის $92,000. და BMW-ზე და უფრო პატარა ელემენტი უყენია და გადის 566 კილომეტრს. რაც შეეხება მის უმაღლეს კომპლექტაციას, ის არის 107,000-ად და ეს ჩემი აზრით ძალიან ძვირია რა. ანუ მაყურებლისთვის გასაგონად Tesla არის გერმანულ მანქანებზე თითქმის ორჯერ უფრო ძვირი, როდესაც ახალს ყიდულობთ რა. როცა გაქვთ იგივე ელემენტი და ასე შემდეგ. რა იგივე რაღაც საუკეთესი მაინც უნდა შემოთავაზოს. სამი ჩამოთვლილი რაც განვიხილეთ, ახლა ბევრად ჯობია. შედარებას არ შეიძლება. ყველაფრით ჯობია. ვიზუალიდან დაწყებული საერთოდ ყველაფრით. და შიდა ინტერიერი. შევაჯამოთ, მოდი, აბა თქვა. შევაჯამოთ. ტექნიკური მხარე. ჩემი აზრით BMW-ს ყველაზე ესეთი ტოპი ჩადო ამ ყველაფერში. ფასად შევეხოთ ყველაზე იაფად. ყველაზე დიდი ელემენტი გვაქვს. მაგრამ მოდი გავაერთიანოთ, ხო? იქ ვიზუალური მხარეც ხო არის? ჩემი აზრით BMW-ს აქ კონკურენტი არ ყავს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ ფასში ეს ამ გამავლობით და ნუ ვიზუალიც ჩემთვის მისაღებია. შეიძლება რაღაცებს თვალ დახუჭო, კონკურენტი არ ყავს ჩემი აზრით რა. ნუ გარეგნულად უფრო Mercedes-ი მირჩევნია მაგალითად. ნუ აი შენ რომელს იყიდიდი? BMW-ს. და საჭეს გადახერხავდი, ხო? არა. შევცვლდი საერთოდ. ემის საჭეს დააყენებდი. მარტივად, ხო რა. აი, ეს შენიერი, ემის საჭე მოუხდებოდა. ჩემი გემოვნებითაც აღნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ კიდე ხაზ გაუსმებ, რომ აუდის მოყვარული ვარ და ძალიან მოყვარს აუდი, ზოგადად შემოყვარა თავი. ტექნიკურად მაინც BMW ჯობია. და ვიზუალურად და მთლიანობაში რატომღაც მაინც Mercedes-ი მომეწონა. რა უფრო დახვეწილი არის. დაგეთანხმები, მიშა მეც მაგალითად ვიზუალი Mercedes-ის მირჩევნია, მაგრამ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რეალურ სივრცეში მათ რეინჯებს. აი რეალურად როგორი გამავლობა ექნებათ ერთი დატენვით და აქ გადამწყვეტი როლი ენიჭება აი ამ მომენტს. იმიტომ რომ ვიზუალურად BMW ძალიან ეფექტურია, მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-ი მირჩევნია და BMW-ს ექნება ძალიან დიდი გაყიდვები აუცილებლად. უბრალოდ რეინჯის მომენტი იქნება გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, Audi მესამე ადგილზე ყავს და ესეც მე მგონი ლოგიკურია. კი, იმიტომ რომ აი როცა ელექტრომანქანას ყიდულობ, ანუ პრიორიტეტი ეს არის, მაინც რომ რეინჯი ქონდეს პირველია, კი. ყველა ვარიანტში. რას გთავაზობს იმ ფასში კიდე? მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ, რომ Mercedes-ი აქაც ჩაფლავდება, როგორც AQ სერიებში, სადაც ყველგან ჩაფლავდა. საგონია მაგდენი გაიარა. რეინჯი ყველა ავტომობილს ცუდი ქონდა, გაყიდვები საერთოდ არ იყო ამ ავტომობილების და ყველაზე დიდი სტატისტიკა იყო ცეცხლის გაჩენის. ანუ ყველაზე მეტი ცეცხლი Mercedes-ის ელექტროავტომობილებს უჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ აქაც Mercedes-ი ჩაფლავდება, მე მაინც Mercedes ვიყიდი, იმიტომ რომ ბევრად ლამაზია როგორც გარედან, ამ სამს შევავდოთ, სალონი საერთოდ კოსმოსი არის, ეს სამი მონიტორი, რავი, კინოს სიახლეა რა, ნამდვილად FIFA შეიძლება ახალი სიტყვა. კი, მაგარია. მე Mercedes-ისკენ. მეც. Mercedes. ბიჭებო, დღეს მინდა გესაუბროთ პრობლემებზე ავტო იმპორტში, კონკრეტულად პრობლემები და კონკურენცია კომპანიებს შორის. უпростоრად არაჯანსაღი კონკურენცია კომპანიებს შორის. ვიცით, ყველამ არსებობს ერთ-ერთი უდიდესი კოპარტის ჯგუფი Facebook-ზე, სადაც მაგალითად ესეთი სიტუაციები ხშირია. რომელიღაცა დიდი კომპანიის წარმომადგენელი დაპოსტავს რაღაცას, აი მაგალითად რომელ კომპანიას მირჩევ და თავისივე ანონიმურად მწერალი ბოტები დაიწყებენ როგორი მადლიერები არიან თუ რამაგრად მოემსახურნენ, როგორი გარანტირებული ის არის ანაზღაურება დაზიანების შემთხვევაში და რა კარგი პირობებით მუშაობენ. ან მეორე უკიდურესობა. მაგალითად, თუ სხვა კომპანია დაპოსტავს რაღაცას, ისევ იგივე ბოტები შეესევიან ანონიმურად, ან ზოგი არაანონიმურად, მაგალითად, რომ გააშაონ, გაილანძღოს ეს კომპანია, თითქოს არაფერი უკეთებია ბაზარზე. რა თქმა უნდა, ვიცით ყველამ, რომ ყველა კომპანია ცდილობს უკეთესი იყოს კონკურენტზე და არავის არ უნდა რომ ცუდად მოემსახუროს დამკვეთს. თუმცა არსებობს რეალობა, რაც ჩვენ ვიცით ყველამ
და რეალურად ჩემი აზრით სერვისით, დაბალი ფასით გამჭვირვალობით უნდა მოემსახუროს ყველა კომპანია დამკვეთს, რომელიც არ ხდება რეალურად და არა იმით, რომ ინტერნეტ სივრცეში რომელიღაცა პოპულარული გახდეს, რომელიღაცა ფირმა გაშავდეს და ასე შემდეგ. სუდი რა არის შოთა იცი? ამას ყველაფერს აკეთებენ დიდი კომპანიები. ან იწერება ანონიმურით, ან იწერება ისეთი აკაუნთით, რომ შედიხარ ერთი სურათი რო უდევს და ორი მეგობარი რო ყავს. აი, რამდენი სცენებაზე ბევრს წაასლოკინებს ჩემს. ხო და აი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს დიდი კომპანიები ისედაც ჭამენ ამ პატარა კომპანიებს, ცოცხლად მონოპოლიას ანადგურებენ, ანუ კომენტარებში და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა და უბრალოდ უნდა ავტომობილის ჩამოყვანა, შევა ამ კომპარტის IA-ის ჯგუფში, შეხედავს, რომ აი თურმე ამ კომპანიას რამდენი კარგი კმაყოფილი კლიენტი ყავს და მოდი ამისგან გამოვიწე. თან ჩვენ რეალობაში ლაშა ისედაც რა სტანდარტული აი ქართველი გამკვეთი ყოველთვის ფიქრობს, რომ იქ დიდი ოფისი აქვს, დიდი კომპანიაა და ისედაც აქცენტი მათზეა. ოფისში რა კაი ქოთანი. კი. ასე რომ აი ეს მომენტი არის ძალიან დასახვეწი რა, ანუ კულტურა უნდა შემოვიდეს ისეთი, რომ არ იყოს გაშავებაზე ორიენტირებული. თუმცა არ მიკვირს, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა არის ზუსტად ესეთი რა. ჩვენი მენტალობა იწევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არა მარტო ავტოსფეროში ზოგადად რა, ჩვენ რეალობაში ადამიანის გაშავებაზე ადვილი არაფერი არ არის. და ის რომ რაღაცა შედეგი დადო და საქმე დადო, ის უკვე ძნელია რა. ხდება რომ ათყურებინოთ, მაგრამ მაინც იქითკენ მიდის და იმაზე არის დამოკიდებული კომპანიაზე. სამწუხაროდ. იცი რა არის? დღეს თავს იტყუებს ზოგი არის ეს კატეგორია. დღეს როცა უდიდესი პრობლემაა ავტოიმპორტში, როცა ყაზახებმა გადაგვიარეს. ეს კიდეც ალგე პრობლემა. ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ამ თემაზე შეიძლება ყოველ დღე საუბარი, ყოველ ჩვენ გადაცემაში. გადაგვიარეს ყაზახებმა და ჩვენ ქართველები კიდე ერთმანეთს ვჭამთ რა. კიდე ერთმანეთს იმის ნაცვლად რომ ერთი პირი შევიდე. გვაქვს არეულობა, ვიდრე თქვათ იმათ მოუფიქროთ რაღაცა და ეს არის ამაზრზენი რა. იმიტომ რომ შეგვიძლია კომპანიები ერთმანეთს შევეჯიბროთ ელემენტარული კარგ ფასებში, ტრანსპორტირების ფასებში და საუკეთესო სერვისში და გამჭვირვალობაში რაც თავარია, გამჭვირვალობაში. ჩვენ ახლა თიოგუს მაგალითად ყველაფერს უდებთ მომხმარებელს, რომ ეს დამკვეთს კითხვა არ უნდა დარჩეს. აი არ შეიძლება ეს ჩვენი მომსახურება, ეს ის არის, ან ყველაფერს უშიფრავთ რა. არის კომპანიები უბრალოდ ინვოისს დაუდებენ, არაფერს არ ეუბნებიან და იმ ადამიანსაც მე მგონი გონიათ რომ საერთოდ უფასო ჩამოყავთ მაგან. ხოთა შორის მე დამიგე კითხვა პიროვნებამ და კონტეინერის მანქანა სად არისო არ ვიციო და რო შევეკითხე რომელ კომპანიიდან ჩამოიყვანეთ მეთქი სად იყო ოფისი მეთქი და მოკლედ კონტეინერის ნომერიც კი არ ქონდა იმდენად არ მართალი ხარ მიშა და დავამატებ ისევ კოპარტის ჯგუფს თქვენ ხო არიცით რომ მეკითხები ისევ კოპარტის ჯგუფს დაუბრუნდეთ რამდენი ადამიანი პოსტავს რომ ეს ჩემი გემი სად არის ეს ჩემი კონტეინერი როცა ადამიანს უკვე შეძენილი აქვს მოემსახურა კონსულტანტი ხო მიცა კონტეინერის ნომერი გადამზიდის ლინკი მიცა ალბათ ხო და უწევს ადამიანს კოპარტზე დაპოსტვა და შეკითხვები ჩემი ეს არ მიუცია იგივეს ვიტყვი მაგალითად Carfax-ის შემოწმებაზე იქ თხოვულობს ხალხი ზოგი ნაყიდ მანქანაზე თხოვულობს უკვე არ ვიცი ხო კონსულტანტი რას აკეთებს ვერ ხვდები ხო ნუ აით მაგას თემიდან არ გადაუხვიოთ კი ბატონო მოდი მაგალითები მოვიყვანოთ რა მაგალითად ეხლა ჩვენ TL Groups რამდენი შეხვედრია ეგეთი მაგალითად მოსულან ადამიანები რომელსაც TL Groups-ზე უთქვიათ რომ აი იმ კომპანიამ თქვენზე მითხრა რომ აი ეგენი გატყუებენ და მანქანას არ ჩამოგიყვანე გადაგაგდებენ. უამრავი. ის არ გაგიგია 5 კონტეინერს თურმე ჩვენ. 5 მანქანას. 5 მანქანას. არა, 5 არა, მე 6 მითხრა. 6 მანქანა იდებაო და ანუ ფასი, ბოდიში ფასი იმიტომ აქვს იაფიო, ეგენი 5 მანქანას დებენო და გაგიფუჭდებათო, ხო? ეგ ცნობილი ფაქტი მაყურებელო, სხვათა შორის თუ გვიყურებს ის ადამიანი და ის კომპანია და იმის კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ეგ თქვა და არ დავასახელებთ რა თქმა უნდა, მაგრამ მიხვდები მეგობარო შენ
მოკლედ ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის სახელიც გავიგეთ, მასობრივად გაავრცელა, რომ TL Group-ს ტრანსპორტირების ფასი კორეიდან იმიტომ აქვს თურმე დაბალი, რომ ერთ კონტეინერში 5 და 6 ავტომობილს დებს. 6 ავტომობილსაც დებს. 6 ავტომობილს, ძალიანაც რომ მომიძეს ვერ ჩავდებ, მაგრამ ნუ თურმე 6 ავტომობილს დებს კონტეინერში. გამოდი, თორემ სტრეიჯი კონტეინერი გიწელება, ხო და შემდეგ აი ზიანდება გზაში და აი მაგიტო გვაქვს თურმე ტრანსპორტირება. მახსოვს ეგ რო გავიგეთ პირველად რამდენი ვიცინეთ ოფისში. ხო და ასე მეგობრებო რა, მოკლედ რა, 1000 სისულელე შეგიძლიათ მოისფინოთ არა მარტო ჩვენზე, სხვა კომპანიებზეც და ამიტომ კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ, იმიტომ რომ მოსმენით შეიძლება ბევრი მოისმინონ, მაგრამ გაანალიზეთ, დაფიქრდით კარგად. ყველაზე კარგი ინფორმაციის მოსაძიებელი არის თვითონ ის ადამიანი, რომელმაც ჩამოიყვანა კონკრეტული კომპანიიდან ავტომობილი. ამ შემთხვევაში ჩვენგან ჩამოყვანილი ვინმე პიროვნებას თუ ნახავთ, დარწმუნებული ვარ ჩვენ კომპანიაზე მოგიყვებათ ძალიან ბევრ კარგ ამბავს და კომპანიის წარმომადგენლებს კიდე ვინც გვიყურებს, მიმართავ რომ ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიოთ არა ერთმანეთის გაშავებაში, არამედ სერვისში და ფასებში, რაც თვითონ ჩვენ ქართველ მომხმარებლებსაც კარგად წაადგება. კი ბატონო. ეხლა კი ჩემი საყვარელი რუბრიკა ხრიკები და ტყუილები ავტოიმპორტიორ კომპანიებში. ყველაზე ხშირი და ყველაზე გავრცელებული კორეასთან დაკავშირებით ეს არის ენქარზე ავტომობილის ფასის დათვლა, რაც არის რეალურად უმარტივესი, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანია ამას არასწორად ავრცელებს. პირველ რიგში გასწავლით როგორ უნდა დაითვალოთ თანხა ენქარზე. თუ ენქარზე შედიხართ, ან VPN-ი გჭირდებათ, მხოლოდ მეტი არაფერი, ძალიან VPN-ს ჩართავთ და ძალიან მარტივად შეხვდით ენქარზე, თქვენ თვითონ დაათვალიერებთ ავტომობილებს. ეხლა რა ხდება? ენქარზე მოცემულია სათაურშივე ფასი, აი აქ გვერდზე, თქვენ ხედავთ ფასს. უბრალოდ ჩაწერთ Google-ში ან კონკრეტულად აი ამ საიტზე, ეს არის Hana Bank-ის საიტი, იმ ბანკი, სადაც კორეაში ჩვენ თანხას ვრიცხავთ, მიუთითებთ ავტომობილის საფასურის მიღებას, ანუ რომ იქ ჩავიდეს თანხა, იმიტომ რომ ცოტათი კურსში მაინც აცდენა არის, მაგრამ ცოტა რა. და მიუთითებთ თანხას, რაც აი აქ წერია ავტომობილის საფასურში და თქვენ ხედავთ ავტომობილის ფასს. რა ჯდება ავტომობილი ადგილზე. ამას შემდეგ ემატება შიდა ტრანსპორტირება, ემატება საექსპორტო საბუთები, ემატება ჩვენი მომსახურება და ემატება ტრანსპორტირება საქართველომდე, რაც ძალიან მარტივად ითვლება და ნუ შეგიძლიათ ჩვენ მენეჯერთან დამჭირვალეთ არის ბევრი წვალობს მაგ თემაზე. ეხლა რა ხდება? ძალიან ბევრი კომპანია და ამ კომპანიებს ბოდიში ბიჭებო, ალბათ ისედაც გეზიზღებოდით და ამის მერე უფრო შეგვიზიზღებთ, მაგრამ არაა პრობლემა. სიმართლე არის ბოწონს. ნუ ხო, სიმართლე მწარი არის და მომხმარებლები სხვათა შორის ალბათ ამ ვიდეოს შემდეგ თავის თავში ამოიცნობენ ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი კომპანია უთვლის აი ამ ღილაკით total cost-ით. Total cost-ი ეს არის ავტომობილის კალკულაცია იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი რჩება კორეაში. აი, როგორც ხედავთ, თუ total cost დავაჭერთ, აქ ავტომობილი გაგვიზრდა 1 მილიონი ვონით, რაც არის დაახლოებით $750. ანუ $750 მეც ათევი მომხმარებელს არაფერში. ეს total cost-ი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ავტომობილს ყიდულობთ კორეაში, რადგან იქ არის დაზღვევა ავტომობილის და სხვადასხვა ათასნაირი გადასახადი, რაც როდესაც რეექსპორტზე გადის ავტომობილი, თქვენ არ გჭირდებათ. ანუ ჩვენ ამას არ ვიხდით და არც არავინ არ იხდის. და ბევრი კომპანია ამას ბოროტად იყენებს, ეუბნება რომ აი თქვენ თვითონ ხედავთ total cost-ი, ეს არის გადასახდელი კორეაში და რეალურად ანუ $750 მეტი გამოგდით ავტომობილზე, რაც ტყუილია, იმიტომ რომ საერთოდ არავინ არ იხდის ამ თანხას თუ ავტომობილი კორეაში არ რჩება. ერთ მაგალითს მოვყვები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო იყო და თუ ეს ადამიანი მიყურებს, მადლობა მინდა ამ მაგალითისთვის მოგიხადო, რომ ამ გადაცემაში გამომიყენებია ძალიან კარგად გამომადგა. ესე იგი, ერთი პიროვნება მირეკავს, რომელსაც სხვა კომპანიებთან ჰქონდა შერჩეული ავტომობილი, ერთი კონკრეტული ავტომობილი იყო და მირეკავს. ნინის ესაუბრა ჯერ და ნინი მუთხრა, შეუულებრო სტანდარტულად ფასი ავტომობილი საქართველოსამდე როგორცაც ვეუბნებით და ეს ადამიანი მირეკავს. რატო გაქვთ ესე იაფი? ან ეიაფა, განაეძვირა, ეიაფა. ეიაფა. ხო და
მეთქი, რავი, ესე არის და ესე ვითვლი, თან ან დაუმარცხლე რა, რაში რას ვიხდით, ეს არის მაგალითად 200 დოლარი. მახსოვს ეგ დღელაშა ძალიან შეუტია იმ კაცმა, აი რატო გაქვთ იაფი. ხო და ეგეთი რამ პირველად ვნახე. ამ ბიჭმა მოყვანა ძალიან საინტერესო მაგალითი. აიო, ეხავ ჩემ ადგილას წარმოიდგინე თავიო რა, ეს თქვენთვისაც არ მაქვს მოყოლი. მაგალითადო ბოტასის ყიდვა მინდაო. და შევდივარ ერთ მაღაზიაში, ღირს 120 ლარი. შევდივარ მეორე მაღაზიაში, იქაც ღირს 120 ლარიო. მესამე მაღაზიაში ღირს 120 ლარიო და მეოთხეში რო შევდივარ, ღირს 50 ლარიო რა. აი ხო დაიჭდები ეს ან ჩინურიაო, ან მატყუებენო, ხო და? ხო, არა. ნუ მეც ახლა გავშტერდი ახლა რაღაც მხრივ მართალია ეს ადამიანი. კი, მაგრამ სამი ხوارა ტყუებს და ერთი სიმართლე. ანუ რეალურად ამ ადამიანმა დარეკა ორ სხვადასხვა კომპანიაში, რომელმაც დაუთვალეს total cost-ით და რახან ერთნაირი თანხა უთხრეს, იმათი დაიჯერა. კი, იმათი დაიჯერა და ჩემი არ დაიჯერა. ნუ საბედნიეროდ მე ამ ადამიანმა მაინც ჩვენგან იყიდა ავტომობილი და მადლობა დობი. მაგრამ ძალიან ბევრი აი ამის გამო და ამ ლოგიკის გამო მოტყულდა და გადაიხადა აი ამ ხელა თანხა. არა, ის ადამიანიც თავისი ლოგიკით მართალი. კი, მართალი იყო, იმიტომ რომ რამდენიმე შეიძლება ჩვენს გაგვჩენოდა ეგ კითხვა რა. ხო, ერთგან დავრეკეო, ორგან ვიყავიო, მისულიო და ყველამ სამივე მესე ამითვალა. ახლა რაც უფრო მეტია, უფრო მეტია ეგ total cost-ი. კი, ანუ დაბალ თანხაზე total cost-ზე უმატებს დაახლოებით ერთი $300 და რაც უფრო ძვირია მანქანა არის ხოლმე რომ ზოგჯერ უმატებს $3000 და $4000 total cost-ში, იმიტომ რომ იქ დაზღვევა არის გამომდინარე როგორც ჩვენთან არის ავტომობილის ფასიდან. აი ესე მეგობრებო, მოკლედ რეალურად ესე ითვლება ეხაზე ავტომობილის ფასი და არა total cost-ით და ბოდიში კომპანიებს ვინც total cost-ით იმითაც არ გაყობილდებიან და ჩვენზე ამბობენ რომ თანხას უმატებენ. გატყუებენო, თანხას გიმატებენო. ჩვენ ვსუდები. ამიტომ მომხმარებელს მიმართავ რომ ყოველთვის თუ დარეკავს სხვა კომპანიაში დაათვლევინოს უთხრას, დაათვლევინოს საქართველოსამდე ფასი. რა ჯდება მანქანა საქართველოსამდე. და გარანტია მოთხოვს რომ მე არაფერი დაემატება. მე გააკეთეთ განსხვავება ზოგადად. აუცილებლად დაათვლევინეთ საქართველოსამდე, რადგან ამ ფასზე უბნევიან ფასში და დანამატის გარეშე, რომ როგორმე აი განსხვავება მიცეს და მიიზიდოს მომხმარებელი და მე უბნევიან ამ შიდა დანამატს 800 იქნება თუ 600 ამდენს უმატებენ, არ ვიცი ეგეც დაკითხავი რამდენს უმატებენ და ასე შემდეგ და ამით იზიდავენ და მე ნელა უმატებენ ყველაფერს ამ ყველაფერს. ამიტომ აუცილებლად დაათვლევინეთ საქართველოსამდე ფასი. უთხარით რომ დამითვალეთ საქართველოსამდე ფასი რა ჯდება. და აი მაგის შემდეგ გააკეთეთ განსხვავება. გახსოვს ის შემთხვევა. რამდენიმე თვის წინ იყო რა. ჩვენ მქონდა ტრანსპორტირება $1100 მქონდა რა და რეკავს მომხმარებელი და თქვენ 1100 რატო გაქვთ, როცა სხვაგან 1000-იაო რა. ამ დროს ანუ ჩვენ მართლა ყველაზე იაფი გვაქვს ტრანსპორტირება. მეთქი ეგ როგორ მეთქი და არა, სხვა კომპანიებმა 1000 მითხრესოდა. თქვენ ძვირს მეუბნებითო რა, რატო გაქვთ 1100-იო და მე ანუ ცოტა წვალებით, მაგრამ დავარწმუნე ეს ადამიანი რომ მეთქი ავტომობილის თანხა საქართველოში ანუ თავის ტრანსპორტირებიან ყველაფრიანად დაათვლევით ფოთამდე და შეადარეთ ჩვენსას. აი ძლივს დავაჯერე ეს ადამიანი რომ ეს გაეკეთებია. დაათვლევია მართლა და აღმოჩნდა რომ ჩვენ მქონდა $360 ნაკლები ფასი ჯამური ვიდრე იმათ. ანუ იმათმა რაღაც კონკრეტული თანხა არ ჩაუთვალეს, ხო? იყო ეს გადანაწილებული, ეს $100-ია, ბევრად მეტი იყო იქეთ ჩასმული და ტრანსპორტირებაზე იყო მოკლებული. ნუ მასე ჩვენ $500 და სიტყვების თამაშით დაარწმუნეს ის კაცი, რომ თითქოს ყველაზე იაფი იყო. თვალში ნაცავს აყრიან, ასე რომ ვთქვათ უხეშად რა. ხო. ძალიან არასასიამოვნოა. ხას გავუსმევთ იმას მეგობრებო, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე კარგი და პატიოსანი კომპანია ბაზარზე, უამრავი კარგი კომპანია ვიცი, მე პირადად ვიცი, უამრავი კარგი კომპანია, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მარტივად ნუ მოტყულდებით, გადაამოწმეთ და გადაამოწმეთ კორეის შემთხვევაში, თუ კორეაზეა საუბარი, მოითხოვეთ სრულად რა ჯდება კონკრეტული ავტომობილი საქართველოსამდე და ეს არ ითვლება არანაირი total cost-ით. ნუ იგივე შემთხვევები ხა ამერიკაზეც გვაქვს ხოლმე, ერთ-ერთი რამე ბაინაუს ფასით დავათვლევინე რამოდენიმეჯერ და იქვე მიხვდნენ განსხვავებას. კი, ამერიკაზე სხვანაირად ახლა თუ კორეაზე მაგალითად უნდა დაათვლევიო საქართველოსამდე სრული ღირებულება, ამერიკაზე განსხვავება არ ხოლმე ტრანსპორტირების ტარიფებში და ტრანსპორტირების ტარიფები TL Group წერტილიჯიზე შეგვიძლია ნებისმიერს ნახოს არც რეგისტრაცია. არა, მანდაც უბრალოდ რატო ვიზახი, მანდაც არის ხოლმე რომ აი მომხმარებელს უჭირს გარკვევა, რას იხდის, ამიტომ ჯამურად რა, ფოთამდე ვათვლევინებთ და შემდეგ ვიღებთ განსხვავებას. კი ბატონო, ასე რომ
მეგობრებო, მოკლედ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ საუკეთესო კომპანია, ბევრი კომპანია არის ცდილობთ ძალიან ვიყოთ კარგი. საუკეთესო. ჩვენ უბრალოდ TL time იმისთვის შეიქმნა, რომ არ მოტყუდეს ჩვენი ქართული ბევრი კონსულტაცია, ბევრი ინფორმაცია ჩვენ მომხმარებელს. მოგაწოდოთ მეტი ყურადღება მომხმარებელს. სწორი ინფორმაცია დაგიცვათ თქვენ ტყუილებისგან და თქვენ TL group-ში მოხვალთ ავტომობილ შესაძენად თუ სხვა კომპანიებში არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ თქვენ აღარ მოტყუდებით ამ პროექტის ყურების შემდეგ. ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube გვერდი იმისთვის რომ კიდევ უამრავი ტყუილის შესახებ გაიგოთ და დაიცვათ თქვენი თავი რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეხლა კი მეოთხე რუბრიკა ვნახოთ ჩვენ ბიჭებს რა აქვს შერჩეული თავისი მოხარებლებისთვის. აბა მიშ. დღეს მე შერჩეული მყავს, უნდა გავაგზავნო შესამოწმებლად BMW მეოთხე სერია 2.0 დიზელი, კუპე. მანქანას აქვს 212 გარბენი, არის 2013 წლის მე-11 თვე. განსხვავებით ბენზინისგან, დიზელს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ასე რომ თამამად შეიძლება დიდი გარბენით ყიდვა. ეს მანქანა საქართველომდე ჯდება $6,950. ყველა ხარჯით, ხო? კი, ეს არის ყველა ხარჯით. დაზღვევას თუ დავამატებთ 6,000, ხო, $7,000 გამოდის თავის დაზღვევიანად საქართველომდე. და საკეთებელიც არაფერია. რა თქმა უნდა, ჩამოიყვანთ ზეთი უნდა შეიცვალოს. ეგ დაუწერელი კანონია, რომ აი ზეთი უნდა ახალი გამოცვლილის რო იყოს, დიდი ხნის ნადგომის ზეთი მაინც არ არის სასურველი და ზეთი უნდა გამოიცვალოს. რეალურად მანქანა ესე გამოიყურება, ძალიან ლამაზია, სპოილერიც უხდება. ძალიან ლამაზად არის გაწყობილი. ეს შავი ძალიან მეოთხე სერია ეფექტურია, ზოგადად ძალიან ლამაზია. ეფექტურად არის. დაზიანებას რაც შეეხება, მანქანას აქვს წინაცხვირი დაზიანებული ქონდა უფროსორეთ და შეცვლილი აქვს 3 ნაჭერი. და აღდგენილია კარგად ჩვეულებრივად. კი, რა თქმა უნდა, გამართული არის მანქანა ყველანაირად. მდგომარეობაშია. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ, იმედია, კარგი ავტომობილი გამოდგება და შენი მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება. მე დღეს ბიჭებს შერჩეული მყავს Alfa Romeo Stelvio 22 წლის მოდელი. ავტომობილი არის 4x4-ზე, იქოქება დადის სტატუსით 2.0 ძრავზე. გარბენი. გარბენი 36,600 მილი, რაც ძალიან კარგი გარბენია მანქანისთვის, კი ბატონო. დაზიანება აღინიშნება უკანა მარჯვენა მხარეს. ბამპერზე. ბამპერზე გასწორდება ფრთაც, შეკეთდება ბამპერიც, ერთადერთი აი ფარია ხო დაზიანება. გარე მხარე. და აბსოლუტურად გამართული იქნება ეს ავტომობილი. მანქანა შევარჩიეთ იაფიან შტატში და დამკვეთის თხოვნით ჩვენ ამ მანქანას ამ ავტომობილზე ვთამაშობთ $16,000-მდე. მე მგონი რეალური ფასია. კი, საკმაოდ რეალური. საკმაოდ რეალური, უმცირეს დაზიანება ერთ-ერთი მართლაც ტოპია საყიდელი და კი, კარგი მანქანაა ნამდვილად. კი, ყველაფერი აღდგება. პირველადი დაზიანება რაც თავარია რა, უკარგეს ისტორიით. ანუ ყველაფერი აღდგება, ფაქტიურად გამოცვლა არ ჭირდება. წარმატებები გიორგის. წარმატებები შენ მიშა. წარმატებები. შენს მომხმარებელს იმედია მოიგებ მართლა. ძალიან კარგი. შვენიერი ვერსია. შოთა შენ რა გაქვს? ბიჭებო, დღეს მე შერჩეული მყავს Toyota Camry 2023 წლის Night Shade კომპლექტაცია. შავი ფერის C პაკეტი, ეგრეთ წოდებული ზედა მონიტორით. რომელიც ძალიან პოპულარობით სარგებლობს. კაი კომპლექტაცია. 30,000 მილი გვაქვს გარბენი, წინა მხარეა დაზიანებული, გაშიშვლებული ყავს სადაზღვევო კომპანიას და კარგად ჩანს ყველაფერი. მოყვება რამე. მოყვება თავისი წინა ბამპერი და ფარებიც აგერ წარმოდგენილია. როგორც ჩანს, ფარებიც გადარჩენილია, ბამპერი მშვენიერ მდგომარეობაშია და ეგრეთ წოდებული წინა ბალკაც არ არის დაზიანებული. სავარაუდოდ მცირე დაზიანება ჰქონდა და სადაზღვევო კომპანიამ აღწერის დროს გააშიშლა. კი ბატონო. დამკვეთის მოთხოვნით მივყვებით ამ მანქანას $11,000-მდე. არ არის ეს მანქანა გამოტანებაზე დასადასტურებელია, ეგრეთ წოდებული პირდაპირ არ გვატანს გამყიდველი, თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ $11,000-ში მოვიგოთ. $11,000-ში Camry ამ გარბენით, ეს პაკეტი და ამ წლის ძალიან მაგარი შენაძენი იქნება. ნახოთ თუ გაგვიმართლებს. ვსურვებთ შენს და შენს დიდი მადლობა. იმედია მოიგებთ აუქციო. დიდი მადლობა. მოკლედ, მეგობრებო,
კიდევ ერთხელ მინდა რომ გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი არხი და ამით მოგცეთ თქვენ мотиваცია იმისთვის რომ კიდევ გავაგზავნოთ ეს პროექტი და უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაგავდოთ თქვენ და რაც მთავარია ხრიკები და ტყუილები ავტოიმპორტში ვისაუბროთ პრობლემებზე ავტოიმპორტში და გაგაცნოთ რომელი ავტომობილები გამოდის და რომლების შეძენა შეგიძლიათ უახლოეს მომავალში. ეს იყო TL Time-ი, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან, ჩვენი მისამართებია თბილისი, ჯუმბერ-ლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის Swiss Plaza, ქუთაისი, რუსთაველის 32 ნომერი. ვიმყოფებით Drunk Teddy-ში, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ტედის რომ ეს სივრცე დაგვითხოვო, თქვენ კი აუცილებლად უნდა მობრძანდეთ, შეგიძლიათ კი არა, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ და გასინჯოთ აქაური კანჭი. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.